მოკალათ ეკრანებთან, რადგან დღეს გაგაცნობთ დაუმარცხებელ ჰაბიბ ნურმაგომედოვს. ადამიანს, რომელმაც 29 ბრძოლა ჩაატარა, თან სულ ყველა ზედიზედ დაუმარცხებლად დაასრულა და თან ისე დაასრულა კარიერა, რომ ერთხელ ცხვირიდანაც სისხლი არ წამოსვლია. ამ ვიდეოში გაგაცნობთ ჰაბიბის ბიოგრაფიას, გავიგებთ თუ როგორ ამზადებდა მას მამამისი და რა თქმა უნდა ვნახავთ მის ყველა ბრძოლას. ეს ვიდეო იქნება გრძელი და ძალიან საინტერესო. იქამდე კი შეგახსენებთ, რომ ამ დოკუმენტური ფილმის გენერალური სპონსორი არის კომპანია გლობალი, ხარისხის და კომფორტის გარანტი ავტოსამყაროში. და რა თქმა უნდა ბურგერ ფერედაისი, ბურგერი, რომელიც გახდის ამ ვიდეოს ყურებას ბევრად გემრიოს. თან მას 35%-იანი ფასდაკლება აქვს ნებისმიერი გამოძახების სერვისში, ასე რომ იჩქარეთ. მე კიდევ ვიწყებ, გაიცანით დაღესტნელი არწივი ჰაბიბ ნურმაგომედოვი. ჰაბიბ აბდულმანაპის ძე ნურმაგომედოვი დაიბადა ხუნძების ოჯახში 1988 წლის 20 სექტემბერს დაღესტანში, ცუმადის რაიონის სოფელ სილდიში. ნურმაგომედოვების ოჯახში ყველა მამაკაცის ბედი უხსოვარი დროიდან მჭიდროდ იყო დაკავშირებული სპორტთან. აბდულმანაპ ნურმაგომედოვი, ჰაბიბის მამა, იყო ევროპის და უკრაინის ჩემპიონი ძიუდოსა და სამბოში. ის იყო უკრაინის სპორტის ოსტატი და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი MMA-სა და ზემოთ ჩამოთვლილ დისციპლინებში. ჰაბიბის ბიძამ, მამის მხრიდან ნურმაგომედოვი იყო მსოფლიო ჩემპიონი სამბოში. დედის მხრიდან ბიძა კი ტიტულოვანი სპორტის ოსტატი თავისუფალ ჭიდაობაში. როგორც ეს ხშირად ხდება ბევრ ბავშვთან დაღესტანში, ბიჭმა ჭიდაობის საფუძვლების შესწავლა ადრეული ასაკიდან დაიწყო, პრაქტიკულად აკუნიდან. ჰაბიბისთვის დისციპლინა, შრომა და ბრძოლა ჩვეულებრივი დღის რუტინა იყო. მე რეჟიმში გავიზარდე, ჩემს ცხოვრებაში არსებობდა გარკვეული წესები, ვარჯიში და სწავლა. ყოველ დღე სავალდებულო იყო გესწავლა და გევარჯიშა, ამის კეთება აუცილებელი იყო ყოველ დღე. რა თქმა უნდა, სკოლასა და სპორტ დარბაზში არსებული მკაცრი დისციპლინის მიუხედავად, ჰაბიბი ხშირად ვარდებოდა ისეთ სიტუაციებში, როცა საჭირო იყო თავის ან მეგობრის დაცვა. ერთხელ ქუჩაში ჩემმა ბიძაშვილმა იჩხუბა ერთ-ერთზე ვიღაცა ბიჭთან. ის წემეს, ამიტომ მე მოვითხოვე მასთან ჩხუბი და რა თქმა უნდა, ჩემ ბიძაშვილზე შური ვიძიე. მაგრამ ამის მერე იმ ბიჭის ახლობელმა მოითხოვა ჩემთან ჩხუბი. ისიც ვცემე, მერე შემდეგმა მოითხოვა და ისიც ვცემე. ყველა დავახრჩე, მათ ეგონათ რომ დავიღლებოდი, მაგრამ რა იცოდნენ რომ ჩემს გამძლეობაზე მე დღე და ღამე ვმუშაობ. მაშინ ვიყავი დაახლოებით 14 წლის. თანატონებთან აქტიური ვარჯიშის პარალელურად იმ პერიოდში 9 წლის ჰაბიბი ჭიდაობაში ძალებს არა მხოლოდ ადამიანებთან, არამედ ნამდვილ დათვებთანაც ცდიდა. ინტერნეტში არსებობს ცნობილი ვიდეო ჩანაწერი, სადაც ასახულია თუ როგორ ეუფლება უმცროსი ნურმაგომედოვი ჭიდაობის საფუძვლებს დათვთან. ის სპეციალურად გაწვრთნილი დათვი იყო, ყველაფერი ზოოპარკში ხდებოდა. დათვი, რომელსაც მე ვეჭიდავებოდი, ცირკში გამოდიოდა. მას ჭიდაობა სპეციალურად ასწავლიდნენ. ამ დათვმა 1-2 გადამიყვანა მიწაზე, მაგრამ მეც ვათე იქ დაუნებდი მას. ვფიქრობ, საჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით ამ შერკინებაში გამარჯვება მე მოვიპოვე. 2001 წელს ნურმაგომედოვების ოჯახი დაღესტნის დედაქალაქ მახაჩკალაში ჩადიან. ახალ გარემოში ბიჭმა ვარჯიშებს კიდევ უფრო მეტი მონდომებით მოჰკიდა ხელი და ინტერესი სპორტის სხვა სახეობების მიმართ გაუჩნდა. ჭიდაობის პარალელურად ჰაბიბი კრივმა, ძიუდომ და რა თქმა უნდა შერეულ სტილმა, კერძოდ კი საბრძოლო სამბომ გაიტაცა. 12 წლიდან 15 წლამდე ვარჯიშობდი თავისუფალ ჭიდაობაში. შემდეგ ძიუდოზე გადავერთე ჯაფარ ჯაფაროვთან. ის სპორტის ოსტატი იყო. მე ამ ყველაფერს დავამატე კრივი და დავიწყე მამაჩემთან ვარჯიში სამბოში. და ამ პარალელურად შეჯიბრებებში ვიღებდი მონაწილეობას. ღამის 12-ის მერე რატო უნდა იყოს სახლში? ვიღაცა იტყვის, უფლება არ აქვს. რა უფლება? ვის ეკუთვნი? ან იხარჯები სპორტში, ან აიაგე მუშაობენ ადამიანები. წადიდე, იშრომე. თავდაპირველად აბდულმანაპ ნურმაგომედოვი აქცენტს თავის უფროს ვაჟის ვარჯიშებზე აკეთებდა. 16 წლის ასაკში მაგომედი უკვე დაღესტნის თავისუფალი ჭიდაობის ნაკრებში ირიცხებოდა და დიდი მედებს იძლეოდა. 14 წლის ჰაბიბი კი მთელი ძალებით ცდილობდა ძმას არ ჩამორჩენოდა. მან მამამისისგან უფროსების შეკრებაში რეგულარულად მონაწილეობის თანხმობა მოიპოვა, რითიც მალევე თავისი უნარები სრულიად ახალ დონეზე აიყვანა. უკვე 16 წლის ასაკში ჰაბიბმა სერიოზული შედეგების ჩვენება დაიწყო და რუსეთის საუკეთესო საბრძოლო სამბისტების სამეულში დაიმკვიდრა ადგილი. პარალელურად აბდულმანაპი ჰაბიბს გამიზნულად მონაწილეობას აღებინებდა ჭიდაობის სხვადასხვა ტურნირებზე, სადაც ბიჭი, რაც გასაკვირის სულაც არ არის, რეგულარულად მარცხდებოდა. სწორედ ასე უყალიბდებოდა ახალგაზრდა ჰაბიბს მარცხის მიმართ სიძულვილი და უვითარდებოდა თვითსრულყოფილებისკენ სწრაფვა. დღეს ყოფილი ჩემპიონი ადგილობრივ საინფორმაციო პორტალთან ინტერვიუში იმ პერიოდს ასე იხსენებს. მამა, შენ მაშინ ყველაფერს სწორედ აკეთებდი. ახლა წაგება უბრალოდ მეზიზღება. ბავშვობაში საკმარისზე მეტად ვიგემე მარცხი, ამიტომაც ახლა სულ ვიმარჯვებ.
მამისგან რაიმე სახის დათმობა ან შეღავათი ჰაბიბ ნურმაგომედოვისთვის სრულიად უცხო იყო. ყოფილა შემთხვევები, როცა სხვადასხვა შეჯიბრებების ფინალში გასული ხაბიბს მამამისავე სხვა მოსწავლესთან უწევდა დაპირისპირება. ასეთ მომენტებში აბდულმანაპი ამჯობინებდა საქმეში არ ჩარეულიყო და შერკინებას უბრალოდ ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს. დაღესტნის რესპუბლიკის ერთ-ერთი ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე და ამავდროულად წიგნ ჰაბიბ თაიმის ავტორი ზაურ ყურბანოვი შემდეგნაირად იხსენებს საუბარს აბდულმანაპ ნურმაგომედოვთან. ერთხელ აბდულმანაპს კითხე, თქვენთვის ხაბიბი უფრო მეტად შვილია თუ სპორტსმენი? ის ჩაფიქრდა, თვალები აწია და მეუბნება: იცი, თუ მე ჰაბიბს მოვექცეოდი როგორც შვილს, ის თავის მეტოქეებს 5 წუთი კი არა 15 წამიც ვერ გააჩერებდაო პარტერში. იმისათვის რომ მისგან კარგი სპორტსმენი გამოსულიყო, მე იძულებული ვიყავი გამექრო მშობლიური სიყვარული ვარჯიშებზეო. მე მაშინ მონდომებას ხედავდიო და მამობრივი სიყვარულის გამოც კი არ შემეძლო მისთვის მეღალატა. მე ისე უნდა დამეტვირთა და მევარჯიშებინა თუ უფრო მეტი არა, როგორც ყველა სხვა დანარჩენი. შეიძლება ჩემი მეთოდიკა ზოგს არ მოერგოს, მე სტილით დიქტატორი ვარ. ვერ გამიგია, როცა 15 ან 16 წლის ასაკში ეკამათებიან 55 წლის დამსახურებულ მწვრთნელს და ეუბნევიან: იქნებ ასე აჯობებსო. ასეთ შემთხვევაში ყოველთვის ვამბობ: აჩვენეთ ამ ბიჭს გასასვლელის კარი. აქ ხალხი რჩევებისთვის მოდის, თუ მე მოგეცი რჩევა, მიგითითე რაიმე შეცდომაზე, გამოგისწორე და გითხარი რომ ეს ან ის ესე უნდა გააკეთო, მაშინ შენ ვალდებული ხარ გააკეთო ის, რასაც მე გეტყვი. ჩემს არც ერთ მოსწავლეს არ ქონდა ჩემთან შეკამათების უფლება. ერთის მხრივ ასეთი მკაცრი ჩარჩოები ახალგაზრდა ბიჭს მუდმივად კონტროლის ქვეშ აქცევდა და პირად თავისუფლებას თითქმის არ უტოვებდა. თუმცა მეორეს მხრივ ამ მეთოდიკამ ხაბიბი გახადა ლეგენდა. სამოყვარულო კარიერის წლებში ხაბიბი საბრძოლო სამბოში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გახდა. ასევე სამხედრო ხელჩართულ ბრძოლებში ევროპის პირველობა მოიპოვა. პანკრატიონში ევროპის ჩემპიონი, ხოლო გრეპლინგში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. თუმცა ეს ყველაფერი შეიძლება არც კი მომხდარიყო. 19 წლის ასაკში ხაბიბს სურდა სპორტული კარიერა დაცვის სააგენტოში მუშაობაზე გაეცვალა, მაგრამ მამამ ის გადაარწმუნა. თუ სადმე მუშაობ, უკვე აღარ ხარ სპორტსმენი. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა სამსახური გაქვს. თუ სპორტსმენი ხარ, ამით უნდა ცხოვრობდე. დილით ადრე უნდა აადგე, სავარჯიშოდ წახვიდე, სახში დაბრუნდე, ჭამო და დაიძინო. ყველაფერს რაც დაგჭირდება მე მოგცემ. ფული მხოლოდ წყლისა და მგზავრობისთვის გჭირდება. საჭმელი კი სახლშიც აგაქვს. შორეულ 2008 წელს 20 წლის იუბილემდე სულ რაღაცა ერთი კვირით ადრე ხაბიბ ნურმაგომედოვმა შერეულ ორთა ბრძოლებში პროფესიონალური დებიუტი გამართა. მისი პირველი მეტოქე აზერბაიჯანელი ვუსალ ბაირამოვი იყო. თავდაპირველად ბრძოლა დგომში მიმდინარეობდა. დაღესტნელმა გადაწყვიტა მეტოქისთვის დგომში მუშაობის საშუალება მიეცა და თეიქდაუნის შესრულებას არ ჩქარობდა. ბაირამოვი საკმაოდ შებოჭილი ჩანდა და ვერ ბედავდა შეტევაზე გადასვლას. ის მხოლოდ იშვიათი ლოუ-კიკებით შემოიფარგლებოდა. ახალგაზრდა არწივი ამას მალევე მიხვდა და გადაწყვიტა ბრძოლა ქვედა სართულზე. პარტერში გადაეტანა. აზერბაიჯანელი მებრძოლი მთელი ძალებით ცდილობდა მეტოქის უნარებისთვის წინააღმდეგობა გაეწია, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ხაბიბმა მახრჩობელა ილეთი სამკუთხედი შეკრა. დასასრულს დიდხანს ლოდინი აღარ დაჭირვებია. ძალიან მალე ვუსალ ბაირამოვმა გონება დაკარგა და გაითიშა. ამგვარად ის ხაბიბ ნურმაგომედოვის იდეალური პროფესიონალური რეკორდის პირველი მსხვერპლი გახდა. სულ რაღაცა ერთ თვეზე ნაკლებ დროში ჰაბიბმა მიიღო მონაწილეობა პანკრატიონის ტურნირზე, სადაც ერთ დღეში ზედიზედ 3 ბრძოლა ჩაატარა. სამივეში გაიმარჯვა და ამ ტურნირის ჩემპიონი გახდა. მან გადაწყვეტილებით დაამარცხა შამილ აბდულქერიმოვი, რამაზან ყურბანისლამოვი და მაგომედ მაგომედოვი. რა თქმა უნდა, ეს სამივე ბრძოლა მის პროფესიონალურ რეიტინგში აისახა და გამოდის, რომ ჰაბიბმა 2008 წელს ზედიზედ 4 ბრძოლაში მოიპოვა გამარჯვება. დამწყები მებრძოლის შემდეგი გამოჩენა ოქტაგონზე 2009 წლის 8 აგვისტოს შედგა. ახალ პრომოუშენში სახელწოდებით Sumada Fighting Championship არწივი ელდარ ელდაროს დაუპირისპირდა. სამწუხაროდ ამ ორთა ბრძოლის ვიდეო ჩანაწერი ინტერნეტში არ მოიპოვება, თუმცა ცნობილია, რომ ნურმაგომედოვმა ტექნიკური ნოკაუტით უკვე პირველსავე რაუნდში გაიმარჯვა. ამავე დღეს ახალგაზრდა ჰაბიბი კიდევ ერთ სპორტსმენს საიდ ახმედოვს შეხვდა. შერკინება საკმაოდ მოსალოდნელი სცენარით დაიწყო. არწივი ფეხებში შესვლის მცდელობით შევარდა, მაგრამ მოყვა მჭიდროდ შეკრულ ჰელიოტინაზე. გარკვეული დროის შემდეგ დაღესტნელი გამოძვრა ილეთიდან და იკავა full mount-ის პოზიცია და უმოწყალოდ ჩაქოლა თავისი მეტოქე, რითიც მოიპოვა თავის კარიერაში ზედიზედ მე-7 გამარჯვება.
3 თვის შემდეგ ახალგაზრდა დაღესტნელმა დებიუტი გამართა საკმაოდ ცნობილ საბრძოლო ლიგაში სახელწოდებით M1. მან რინგი ბელატორის ტიტულის მომავალ პრეტენდენტთან შახბულათ შამხალაევთან გაიზიარა. სხვათა შორის ერთი საინტერესო დეტალი: იმ დროს არწივი ქვესაშუალო წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ხოლო 70 კილოგრამში მისი სრულფასოვანი გადასვლა UFC-ში მოხვედრის შემდეგ მოხდა. თავდაპირველად ნურმაგომედოვმა მეორე ნომრად დაიწყო მუშაობა, რათა საჭირო მომენტში დროულად ჩართულიყო და წინასწარ მომზადებული გეგმის მიხედვით ემოქმედა. კლინჩი გარკვეული დროის გატარების შემდეგ ბრძოლამ პარტერში გადაინაცვლა. თავის სტიქიაში აღმოჩენილმა არწივმა თავი გაცილებით თავდაჯერებულად იგრძნო. რამდენიმე წუთის განმავლობაში ის მეტოქეს დაძაბულობაში ამყოფებდა და მუდმივად ემუქრებოდა მტკივნეული რეთების მცდელობებით. თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რამდენად დაიბნა მეტოქე ხაბიბთან პარტერში მუშაობისას, მისი კაპიტულაცია მხოლოდ დროის საკითხი იყო. ძალიან მალე ასეც მოხდა. ახალგაზრდა ტალანტმა ოპონენტს ხელი გამოგლიჯა და არმბარით მორიგი გამარჯვება მოიპოვა პირველსავე რაუნდში. 2010 წლის 10 ივნისს ხაბიბ ნურმაგომედოვი ალი ბაგოს დაუპირისპირდა GFP-ს ტურნირზე. ამ ორგანიზაციაში ცოტა განსხვავებული წესები იყო. მაგალითად, პარტერში მსაჯები მებრძოლებს ერთ წუთზე მეტხანს არ აჩერებდნენ. ასევე შეიძლებოდა მიწაზე თავის დარტყმაც და მუხლებით მუშაობა. ბრძოლა გრძელდებოდა მხოლოდ 2 რაუნდს. რაც შეეხება თვითონ დაპირისპირებას, ხაბიბმა თავის ოპონენტს გადაუარა. მან იმდენი ურტყა ბაგოს თავის სახეში, რომ ის საერთოდ ვერ მოძრაობდა და როგორც შედეგი დაღესტნელმა გაიმარჯვა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. Вроде бы сейчас на мгновение он так поддавливает, нависает над оппонентом, как скала, понимая, что стоит шансов немного. Да, вот он так все-таки выводит соперника на... Он, в принципе, славится тем, что он сам себя вовлекает вот в такое положение обороняет, работает сверху, работает активно и головой, и наконец-то он после Нурмагомедов не так идет вперед. Нет, вы прекрасно понимаете, как биться в этой весовой категории должен Сен-Пьера. Он продолжает свой беспроигрыш. 2010 წლის 18 სექტემბერს ხაბიბი დაუბრუნდა M1-ის ორგანიზაციას, სადაც დაუპირისპირდა ბელორუსელ ვიტალი ოსტროვსკის. ხაბიბმა თავისი ოპონენტი პირველივე წამებზე მიწაზე გადაიყვანა. ეს იყო სრული გამანადგურებელი დომინაცია. ნურმაგომედოვი მუდმივ პრესინგში ამყოფებდა მეტოქეს. ხან ცდილობდა მახრჩობელის შესრულებას, ხან მტკივნეულის, თუმცა რაუნდის ბოლოს მან ოსტროვსკი მიწაზე შებოჭა და იმდენ ხანს ურტყა სახეში, სანამ საჯი არ ჩაერია ამ ძალადობაში. როგორც შედეგი, ხაბიბ ნურმაგომედოვმა გამარჯვება მოიპოვა ტექნიკური ნოკაუტით და გაიფორმა თავისი ზედიზედ მეცხრე გამარჯვება მარცხის გარეშე. Российский легионер клубу «Добро». შემდეგი ვისაც არ გაუმართლა იყო ალექსანდრ აგაფონოვი. ბრძოლა 2 რაუნდს გრძელდებოდა და ამ დროის მანძილზე დაღესტნელი სამმხრივად დომინირებდა. მან თავისი მეტოქე რამოდენიმეჯერ რინგიდან გადააგდო, ასევე ძალიან დააზიანა პარტერში, რის შედეგადაც აგაფონოვმა ნეკნი დაიზიანა და ფიზიკურად ვეღარ გამოვიდა მესამე რაუნდში. მორიგი გამარჯვება ტექნიკური ნოკაუტით. Nurmagomedov. 2011 წლის აპრილის თვეში ხაბიბმა კონტრაქტი გააფორმა პროეფსის ორგანიზაციასთან, სადაც შეხვდა საიდ ჰალილოვს. ამ სპორტსმენმა ნურმაგომედოვს 3 წუთი გაუძლო. დაღესტნელი ტრადიციულად პარტიაში უკონკურენტოდ დომინირებდა და ბოლოს დაიჭირა ხალილოვი კიმურაზე და გაიფორმა თავის კარიერაში ზედიზედ მე-11 გამარჯვება. Контролирует корпус. Есть возможность амплитудной атаки и проводит ее Хабиб Нурмагомедов. Несколько ударов доходят до цели и в маунт. И сдача.
ზუსტად ერთ თვეში ჰაბიბი ხვდება ამავე ორგანიზაციაში აშოტ შახინიანს. ამჯერად დაღესტნელმა განიზრახა ბრძოლა დგომში. მან თავისი მეტოქე დაშალა მარტივ მომრავლებლად. შახინიანის შველას კლინჩი და პარტერში ეძებდა. სწორედ იქ, სადაც ჰაბიბი ყველაზე მაგრად გრძნობდა თავს, მაგრამ დაღესტნელს გამიზნული ჰქონდა მისი დანოკაუტება, ამიტომაც ცდილობდა დგომში ჩხუბს და მან თავისი გეგმა ბოლომდე მიიყვანა. ორწუთიანი ცემის მერე ნურმაგომედოვმა ისე ბრუტალურად დაანოკაუტა თავისი მეტოქე, რომ შახინიანმა დაყარა რინგზე ხელთათმანები და არც კი დაელოდა გამარჯვებულის გამოცხადებას ისე გაიქცა. ნურმაგომედოვის შემდეგი ოპონენტი იყო კაჯიკ აბაჯიანი. დაღესტნელმა ეს მეტოქეც პირველსავე რაუნდში დააფინიშა. მან ჯერ ძალიან მაგრად დაუზიანა კაჯიკს ხელი არმბარით, შემდეგ კი კისერზე შეუკრა საფირმო სამკუთხედი და დაახრჩო. შემდეგი ვინც ვერ გადაიტანა ჰაბიბის წნეხი იყო აზერბაიჯანის წარმომადგენელი ჰამის მამედოვი. სპორტსმენებმა შეხვედრა დგომში დაიწყეს, სადაც გაცვალეს რამოდენიმე დარტყმარი, მერეც ნურმაგომედოვმა ულამაზესი გდებით დააჭედა მიწაზე თავისი მეტოქე და ტრადიციულად კისერზე შეუკრა სამკუთხედი და დააფინიშა ის. ეს იყო ახალგაზრდა არწივის ზედიზედ მე-14 გამარჯვება მარცხის გარეშე. ჰაბიბმა ზედიზედ მე-15 გამარჯვება ვადიმ სანდულსკისთან მოიპოვა. მან ზუსტად 3 წუთში გადაუარა ოპონენტს და ეს სპორტსმენიც საფირმო სამკუთხედით დააფინიშა. Oriata 2011 წელი ნურმაგომედოვმა დაასრულა დაპირისპირებით ბრაზილიელ არიმასელ სანტოსთან. წარმოიდგინეთ, ეს დაღესტნელის რიგით მე-7 ბრძოლა იყო ერთ წელიწადში. ნურმაგომედოვმა არც ეს სპორტსმენი დაინდო და პარტერში ჩაქოლვით დააფინიშა ის პირველსავე რაუნდში. ჰაბიბმა დაასრულა თავისი კარიერა პროეფსის ლიგაში, ანგარიშით 16 გამარჯვება მარცხის გარეშე. სალამი ყველას, იდეა მომივიდა ბლოგები გადავიღო. ეხლა დილის 7 საათია და მივდივარ მთებში სარბენად. აღმართზე სარბენად. მერე დარბაში ვარჯიში, მოკლედ ასევე მზადებით UFC-სთვის. ნურმაგომედოვის პროფესიონალურ კარიერაში 2011 წელი ყველაზე აქტიური გამოდგა. მან ერთ წელიწადში 7 გამარჯვება მოიპოვა, თუმცა საჭირო იყო წინსვლა. ზედიზედ 16-მა წაუგებელმა ბრძოლამ და იდეალურმა რეკორდმა ის მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში მიიყვანა. უკვე ნოემბრის შუა რიცხვებში მან კონტრაქტს მოაწერა ხელი და გახდა პირველი დაღესტნელი მებრძოლი, რომელმაც UFC-ში შეძლო მოხვედრა. ეხლა ვიზას ველოდები, ალბათ ახალ წლამდე ვიზას მივიღებ, ასე რომ მზად ვარ. ჰაბიბის პირველი მეტოქე UFC-ში წარმოშობით ირანელი კამალ შალორუსი გახდა. მებრძოლებმა ოქტაგონი 2012 წლის 20 იანვარს გაიზიარეს. აწონვების ცერემონიალზე ჰაბიბ ნურმაგომედოვი თავისი საფირმო ფაფახით გამოვიდა. ვინ იცოდა, რომ მომავალში ეს იქნებოდა ნამდვილი ტრენდი. ჩამოვედი თუ არა, აი მაისურიც მაჩუქეს, აიპოდიც მომცეს, მაცადეთ ჯერ მოვიგო მაინც, რა საჭიროა ამდენი საჩუქარი. მე-19 სართულზე ვართ, აბა გარეთ გავიხედოთ. აგესაც ვჩხუბობთ, Bridgestone Arena, 20,000 ადამიანი ეტევა, უნდა დავიფყროთ.
ჰაბიბი მთელი თავის კარიერა ჩხუბობდა 77 კილოგრამში. UFC-ში მისი დებიუტი კი 70 კილოგრამში შედგა და კარიერის დასრულებამდე ის სწორედ რომ სუბუქწონაში ჩხუბობდა. ახალგაზრდა არწივის დებიუტი ორგანიზაციაში იყო ძალიან ეფექტური. ის 2 რაუნდის განმავლობაში უკონკურენტოდ დომინირებდა. დაღესტნელი დგომშიც კი იყო ეფექტური და ნოკდაუნის შესრულებაც შეძლო, მაგრამ პარტერში მისი პრესინგი ცალკე ხელოვნებაა. ჰაბიბმა თავისი მეტოქე ზუსტად 2 რაუნდში აწამა და მესამე რაუნდში დაღლილი ირანელი მახჩობელა ილეძე დაიჭირა, გაგუდა და მოიპოვა თავისი პირველი გამარჯვება UFC-ში. აბა როგორ გრძნობ თავს? ძალიან მაგრად ვარ, გუშინ ვიჩხუბეთ, ცოტა მარცხენა ხელი მტკივა და ნარჩენი ყველაფერი კარგად არის. ისე აქაც კაი დახვედრა იციან, ეხლა სემის მეგობარი საკუთარი თვითმფრინავით ნიუ-ჯერსიმდე გაგვიყოლებს, მოკლედ ზღაპარში ვართ. პირველი წარმატებული გამოცდილებისა და ახალ დონეზე გადასვლის შემდეგ ახალგაზრდა არწივის სან-ხოსეში მდებარე ცნობილ დარბაზში AKA-ში მივიდა. ამ დარბაზში უამრავი ლეგენდა და მსოფლიო ჩემპიონი ემზადებოდა, მათ შორის დენიელ კორმია და კეინ ველასკესი. 2012 წლიდან ხაბიბმა ახალ გარემოში ჰავიერ მენდესის ხელმძღვანელობით დაიწყო ვარჯიში. აი ასე იხსენებს დენიელ კორმია არწივთან თავის პირველ შეხვედრას. მახსოვს მისი პირველი გამოჩენა AKA-ის დარბაზში, ის თავისი ტელეფონით დადიოდა, ინგლისურად ძლივ საუბრობდა და მუდმივად რთავდა UFC-ში თავის ბრძოლის ჩანაწერს, სადაც რინგ ანონსერი ბრუს ბაფერი მას დაღესტნელ არწივად წარადგენდა. ის მას უბრალოდ არწივს კი არა, დაღესტნელ არწივს უწოდებდა და ჩვენ ამ ჩანაწერს დარბაზში ყოველდღე გასმენინებდა. ერთხელაც მან მითხრა, მე გავხდები დაუმარცხებელი და უდავო მსოფლიო ჩემპიონი და ბევრ ფულს გამოვიმუშავებო. ჩვენ ყველა ვეუბნებოდით, რომ შეიშალა, მაგრამ მან ეს ყველაფერი მართლაც შეძლო და თავის სიტყვა შეასრულა. 2012 წლის ზაფხულში ჰაბიბი ხვდება გლეისონ ტიბაუს. ბრაზილიელის ბაზა იყო ჭიდაობა და ელიტარული დონის ჯიუ-ჯიტსუ. ის თავის ბრძოლებს ძირითადად იგებდა ან გადაწყვეტილებებით, ან საბმიშენებით. ბრძოლის მომენტში გლეისონის პროფესიონალური რეკორდი იყო 34 გამარჯვება და 7 მარცხი. ნურმაგომედოვის ისტორიაში ეს იყო ყველაზე რთული ბრძოლა. სპორტსმენებმა ფინიშის გარეშე ბოლომდე მიიყვანეს 3-ვე რაუნდი. გლეისონმა ჰაბიბს ყველა გდების მცდელობა დაუბლოკა. ამიტომ ისინი თითქმის 3-ვე რაუნდი დგომში ჩხუბობდნენ, სადაც დაღესტნელი მცირედით უკეთესად და დამაზიანებლად გამოიყურებოდა. როგორც შედეგი, ნურმაგომედოვმა ის მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და გაიფორმა თავისი რიგითი მე-18 გამარჯვება პროფესიონალებში და მეორე გამარჯვება UFC-ში. ყოველ დღე, ყოველი ლოცვის შემდეგ ღმერთს ხვდი, რომ ამ შეხვედრაში ჩემთვის მოეწე გამარჯვება. და როცა ეს მოხდა, ემოციები ვერ შევიკავე. ვარაუდობდი, რომ მოვიგებდი, რადგან აქ მუდმივი პრესინგი ფასდება. მე მას მუდმივად ბადესთან ვამწყდევდი, წინ მივდიოდი და ვაჩვენებდი, რომ ჩხუბი მინდოდა. ის კი უკან იხევდა და დარტყმების გაცვლაში დიდად არ შემოდიოდა. ამის გამო თავად ბრძოლაც საკმაოდ მოსაწყენი გამოვიდა. ის ფიზიკურად ძალიან ძლიერია. მინდა მას მადლობა გადაუხადო და მოულოცო, რადგან მისთვისაც მიუხედავად მარცხისა, როგორც ჩემთვის ეს იყო დიდი გამოცდილება. 2013 წლის 20 იანვარს არწივი შეხვდა მორიგ ბრაზილიელ ჯიუ-ჯიტსუს და ჭიდაობის ოსტატს ტიაგო ტავარესს. აწონვებზე ჰაბიბი გამოვიდა ცნობილი მაისურით, რომელზეც ეწერა სამბო ადვილი რომ ყოფილიყო, მას ჯიუ-ჯიტსუ ერქმეოდა. მე და ჩემი მეგობარი ელდარი ვფიქრობდით, რა გაგვეკეთებინა ყურადღება რომ მოგვეპყრომ აწონვებზე. ხომ გესმით, ეს მაინც შოუ ბიზნესია. ერთხელ ელდარს ქუჩაში ნანახი აქვს მაისური, სადაც ეწერა ძიუდო რომ ყოფილიყო ადვილი, მას ფეხბურთი ერქმეოდა. მან ეგრევე დამირეკა და მითხრა ეს ამბავი. მითხრა, მოდიო მაისურზე დავაწეროთ სამბო ადვილი რომ ყოფილიყო, მას ჯიუ-ჯიტსუს დავარქმევდითო. მეთქი გაგიჟდი, ბრაზილიელს ვეჩხუბები, მაყურებელი ბანანს მესვრის თქო, თან ეგ ბანანი მათ უფასო აქვთ. მერე ვღადაობ ამ მაისურით რომ გავსულიყავი და ტიაგოს ჩემთვის მტკივნეული გაეკეთებინა, რა სირცხვილი იქნებოდა. მოკლედ ვიცოდით, რომ ამ მაისურის გამო ბევრი კრიტიკა იქნებოდა, მაგრამ მაინც გავრისკეთ. რაც შეეხება თვითონ ორთა ბრძოლას, დაღესტნელმა ბრაზილიელი წუთსა და 55 წამში გაანადგურა. მან ის ძალიან ბრუტალურ მანერაში მიწაზე ჩაქოლა და მოიპოვა ზედიზედ მე-19 გამარჯვება პროფესიონალებში. That dropped elbow, and Tavares is all but out here. That'll do it. Habib Nurmagomedov. Wow. How good is that kid, Ken? Yeah. Habib, the Eagle, Nurmagomedov.
დაუმარცხებელი პროსპექტის შემდეგი გამოჩენა 2013 წლის 25 მაისს შედგა UFC 160-ზე. მისი მეტოქე ამერიკელი მკვლელი აბელ ტრუხილიო გახდა. ამ ბრძოლისთვის მზადებისას ხაბიბმა წონის სრულყოფილად დასაგდებად დრო ზუსტად ვერ გათვალა. ამიტომ აწონვის ცერემონიალზე გამოსვლისას სასწორმა 155 ფუნტის ნაცვლად 158.5 ფუნტი აჩვენა. თუმცა ყველაზე საინტერესო წინ გველოდა, როდესაც მებრძოლები ერთმანეთის პირისპირ დადგნენ. ისინი აგრესიულად დაეჯახნენ ერთმანეთს თავებით და დაღესტნელმა თავის მეტოქეს ხელი კრა. ამ ქმედებას თავისი მიზეზი ჰქონდა, თუმცა მოდით ჯერ თვითონ ბრძოლას გადავხედოთ. Russia, Khabib the Eagle Nurmagomedov! ხაბიბ ნურმაგომედოვმა თავისი მეტოქე ნამდვილად გაანადგურა. მართალია შეხვედრა მსაჯების გადაწყვეტილებამდე მივიდა, მაგრამ დაღესტნელი სამივე რაუნდში უკონკურენტოდ დომინირებდა, მან პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით თავისი მეტოქე ათრია. მაგ დროს ორგანიზაციაში გდებების რეიტინგი არ არსებობდა, თუმცა ხაბიბმა ამ შეხვედრაში 21 გდება შეასრულა. ეს კი დღესდღეობით მოუხსნელი რეკორდია. რა თქმა უნდა, ნურმაგომედოვმა გაიმარჯვა და იზეიმა თავისი ზედიზედ საიუბილეო მე-20 გამარჯვება. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროფესიონალური სპორტია, ყველას მოსდის შეცდომა. ზოგადად მე 90 კილოგრამს ვიწონი და ინტენსიურ წონის კლებას ვიწყებ 86 კილოგრამიდან. ამჯერად რაღაც ვერ გავთვალე და ამიტომაც 1 კილოს დაკლება ცოტათი გამიჭირდა. დავეთანხმე ორგანიზაციას, რომ ჩემი ჰონორარიდან მეტოქეს 20%-ს მისცემდნენ და გავედი ჩხუბზე. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მე გავიზარდე, სადაც ერთმანეთის მიმართ პატივისცემას ყოველთვის აფასებენ. ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება ჩემი მეტოქე თუ არა. მე ყველას პატივისცემით ვექცევი. სწორედ ამიტომ იმის მერე რაც წონა ვერ ჩავაბარე, მე მივედი ტრუხილიოსთან კულისებში, მოუხადე ბოდიში, იმის გამო რომ წომა ვერ ჩავაბარე და გაუწოდე ხელი. მან ეს ჟესტი დააიგნორა. იქ სადაც მე გავიზარდე, ეს უპატივცემლობაა. სწორედ ამიტომ გავბრაზდი, პლუს ამას აწონვებზე მან თავი მომადო და ამიტომაც ვყარი ხელი. Another flight brought to you by Metro PCS. Wireless for Khabib the Eagle Nurmagomedov! he moves. 2013 წლის 22 სექტემბერს ნურმაგომედოვი იდეალური რეკორდით 20 გამარჯვება მარცხის გარეშე შეხვდა ამერიკელ სპორტსმენს პეტ ჰილის. მომავალ მსოფლიო ჩემპიონმა ჰილს როგორც ყოველთვის დამაჯერებელ სტილში ზლია და მეტოქეს პრაქტიკულად არანაირი შანსი არ დაუტოვა არც ერთ რაუნდში. ეს გამარჯვება ხაბიბის კარიერაში ზედიზედ 21-ე, ხოლო UFC-ს რიგებში რიგით მეხუთე იყო. Gets it again. And here's the big slam. Boom! Hammer fist. Huge. It's the pace that Khabib Nurmagomedov set earlier. The impact of shots on your cardio. When you get hit, it takes a lot out of your cardio. Solved inside the octagon. Big third round for feeling that he will remain Give me my papa, please. Khabib Nurmagomedov, ladies and gentlemen. ჩემი მეტოქე მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლთა ათეულიდან იყო. მე გავიმარჯვე, თუმცა მეჩვენება რომ დგომში ცოტათი ქაოტური ვიყავი, რადგან დასაწყისში ოდნავ დავიბენი, მაგრამ შემდეგ გონს მოვედი და მთლიანობაში ვფიქრობ, კარგი ბრძოლა ჩავატარე. მიუხედავად ამისა, მამასთან ერთად კიდევ უნდა გადავხედო ამ ბრძოლას, გავაანალიზოთ ყველა შეცდომა და შემდეგ ჯერზე ბევრად ძლიერი დაუბრუნდები. მომისმინეთ, ეს ბიჭი უბრალოდ საოცარია. ის გამოვიდა მებრძოლის წინააღმდეგ, რომელიც მასზე დიდი და ძლიერია. შეხედეთ, რამდენად დიდია პეტ ჰილი ამ წონის კატეგორიისთვის. ის უბრალოდ უზარმაზარია. ხაბიბი იღებდა მის დარტყმებს, თავადაც ურტყავდა და საპასუხოდ ჭიდაობდა. ის დომინირებდა. თუ გავიხსენებთ იმ გდებას მეტ ჰიუზის სტილში, ამან გამახსენა ძველი კეთილი მეტ ჰიუზი, რომელიც თავის მეტოქეებს ოქტაგონში დაძდევდა და ანადგურებდა. ეს ბიჭი ნიჭიერი და ძლიერია და მე ის ძალიან მომწონს. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში მისი მონაწილეობით რაღაცა ძალიან მასშტაბურს გავაკეთებთ. დეკემბერში ნურმაგომედოვმა სოციალურ ქსელებში გილბერტ მელენდესი გამოიწვია. მოსალოდნელი იყო, რომ ისინი ერთმანეთს 2014 წლის 22 თებერვალს UFC 160-ზე დაუპირისპირდებოდნენ. თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო ბრძოლა გაუქმდა და გილბერტი ნეით დიასით ჩაანაცვლეს. ყოველ შემთხვევაში მატჩმეიკერებს ასე ჰქონდათ გაგეგმილი. მაგრამ სამწუხაროდ ვერც ეს შეხვედრა შედგა, რადგან დიასმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა, ამიტომ ხაბიბს მომავალი UFC-ს ჩემპიონი შეახვედრეს. მე ვარ ხაბიბ ნურმაგომედოვი, UFC-ს მებრძოლი რუსეთიდან, დაღესტანი. ჩემი შემდეგი ბრძოლა 19 აპრილს ორლანდოში გაიმართება. მეტოქე კი არის რაფაელ დოს ანიოსი. წავედით, დავიწყოთ.
in the UFC lightweight division. როდესაც ორი მომავალი ჩემპიონი ერთმანეთს გალიაში დაუპირისპირდა, მაშინვე ნათელი გახდა, რომ სრული უპირატესობა უფრო ახალგაზრდა დაღესტნელი მხეცის მხარეს იყო. ხაბიბ ნურმაგომედოვმა მორიგი დომინანტური ბრძოლა ჩაატარა და მსუბუქ კატეგორიაში თავისი პოზიციები კიდევ უფრო განიმტკიცა. Pushes back up to his feet. Oh, hard uppercut. Nurmagomedov doesn't expect it, especially. ჩემი მეტოქე UFC-ის რეიტინგში მეხუთე ადგილზე იყო. ვფიქრობ ძალიან კარგი ბრძოლა ჩავატარე და ჩემი გამოსვლით ყმაყოფილი ვარ. ასე რომ მსუბუქი წონის საუკეთესო ათეულის ყველა მებრძოლს ძალიან გაუჭირდება ჩემთან ჩხუბი თუ ჭიდაობას არ ისწავლიან. Athletic skills in reverse. How about a reversal? That's what happens. Incredibly frustrating. Inside the octagon. Yeah, I would love to see Gilbert Melendez and Anthony Pettis as well. Khabib, the Heat. UFC-ში ზედიზედ მეექვსე და პროფესიონალურ კარიერაში რიგით 22 გამარჯვების შემდეგ დაუმარცხებელ ჰაბიბ ნურმაგომედოვს შეურჩიეს შემდეგი მეტოქე. საუკეთესო ფორმაში მყოფი დონალდ სერონე. იმ პერიოდში ქაუბოის ზედიზედ 4 ბრძოლა ჰქონდა მოგებული და თითოეული გამოსვლისას ის აუცილებლად იღებდა სხვადასხვა სახის ბონუსებს. თავდაპირველი გეგმის მიხედვით მებრძოლების დაპირისპირება 2014 წლის 27 სექტემბერს უნდა შემდგარიყო. დონალდ სერონეს დამარცხებით დაღესტნელი მებრძოლი ცნობადობის მხრივ სრულიად ახალ საფეხურზე ავიდოდა. თუმცა ჰაბიბმა მუხლის ჯვარედინი მყესი დაიზიანა და ჩაეხსნა ბრძოლას. ჩვენ საკალათბურთო დარბაზი გვაქვს. ხაბიბი სწრაფად გამოიქცა 360 გრადუსით, მკვეთრად შემოტრიალდა და უცებ გავიგონეთ ხმა. თითქოს ბაგირი გაწყდაო. ფეხი თვალსა და ხელს შუა დაუსივდა. სასწრაფო დახმარება გამოვიწახეთ და მაშინვე მოსკოვში გავაქანეთ. აღმოჩნდა, რომ ჯვარედინი იოგები გაუწყდა, რის გამოც წყობრიდან 8 თვით გამოვიდა. გარკვეული დროის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო და ჰაბიბი თანდათან დაუბრუნდა სავარჯიშო რიტმს. დაღესტნელი არწივი ოქტაგონზე რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნებას გეგმავდა და UFC-ის იმდროინდელი მოქმედი ჩემპიონის ენტონი პეტისის მისამართით თამამი განცხადებების გაკეთებასაც არ ერიდებოდა. პრესკონფერენციაზე მას ჩემს შესახებ დაუსვეს კითხვა. იცით, მივხვდი რომ მას ეშინია, ჩემი ეშინია. ჩემზე საერთოდ არაფერი უთქვამს, ზედიზედ 6 გამარჯვება მაქვს და რეკორდი 22-0-თან. ასე რომ Showtimes ჩემი ეშინია. როგორც ცოტა მოგვიანებით გაირკვა, ჰაბიბ ნურმაგომედოვმა ქაუბოისთან შეხვედრა კიდევ ერთხელ სცადა. არწივსა და დონალდ სერონეს ბრძოლა ხელმეორედ 2018 წლის მაისისთვის ჩაინიშნა. ყველაფერი პრაქტიკულად მზად იყო, თუმცა 30 აპრილს მუხლის განმეორებითი ტრავმის გამო დაღესტნელი მებრძოლი ჩხუბს კიდევ ერთხელ ჩაეხსნა. საერთო ჯამში ეს ჩვეულებრივი სპარინგი იყო. ის ძალიან კარგად მოძრაობდა და სიმართლე გითხრათ, იქ რაიმე განსაკუთრებული კონტაქტი არ ყოფილა. მან უბრალოდ უკან გადადგა ნაბიჯი და ამ დროს მუხლმა უმტყუნა. ეს ზუსტად იგივე მუხლი იყო, რომელიც წინა ჯერზე დაუზიანდა. 6 თვეზე მეტი ხნის შემდეგ გულშემატკივრები და მედია ელოდნენ, რომ 2015 წლის 11 დეკემბერს ჰაბიბ ნურმაგომედოვი ტონი ფერგიუსონს დაუპირისპირდებოდა. თუმცა არც ამ ბრძოლას ეწერა ჩატარება. არწივმა ნეკნის ტრავმა მიიღო და ოქტაგონზე გასვლა ვერ შეძლო. აი რას ამბობს ამის შესახებ აბდულმანაპ ნურმაგომედოვი. ვინ გაუტეხა ხაბიბს ნეკნი? ისლამ მახაჩევმა. ისინი დარბაზში ემზადებოდნენ და მეც იქვე ვიყავი. ხაბიბი პარტერიდან თავის დაღწევას ცდილობდა, ისლამი კი განუწყვეტლი უტევდა. ბიჭები ბოლომდე იხარჯებოდნენ, შეიძლება ითქვას გაბრაზებულებიც კი სპარინგობდნენ და უცებ კაცუნის ხმა გაისმა. თითქოს გამხმარი ტოტი გადაწყდა. როდესაც ნურმაგომედოვმა ტრავმა მოიშუშა, მან მეტოქეთ ტონი ფერგიუსონი მიიღო მეორეჯერ. მათ შორის ბრძოლა 2016 წლის 16 აპრილს ჩაინიშნა. უფრო მეტიც იგეგმებოდა, რომ მებრძოლები ტურნირ UFC on Fox 19-ს ჩაუდგებოდნენ სათავეში. ამბის უბრალოდ პირველი მარცხი სჭირდება და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა ხდება Twitter-ზე ან ჩვენს ირგვლივ. ჰაბიბი კარიერაში პირველ მარცხს მიიღებს და ეს არ იქნება მსაჯების გადაწყვეტილება. ეს იქნება ფინიში. შენ საერთოდ არაფერს წარმოადგენ. ბრტყელტერფიანი ხარ, საბრძოლო რითმი არ გაქვს და ცალმხრივი ხარ. შენივე თანაგუნდელები გაყენებენ ტრავმებს და ამასთან ერთად წონას ვერ აკეთებ. მე შენ სწრაფად დაგლეჯ ნაწილებად. ამაზე საუბარი ძალიან მიჭირს. 2 წელი არ მიჩხუბია და ახლა ძალიან ვღელავ. მესმის რომ ფანებს აინტერესებთ როგორი დაუბრუნდები. ეს ჩემთვისაც საინტერესოა. ამიტომ მე თავად ვთხოვე UFC-ს რომ ჩემთვის ყველაზე რთული მეტოქე მოეცათ. მათ მითხრეს რომ ყავს ტონი ფერგიუსონი, რომელსაც ზედიზედ 7 გამარჯვება აქვს. მეთქი მოდით გავაკეთოთ ეს. მაგრამ ბრძოლამდე 10 დღით ადრე ამჯერად უკვე ტონი ფერგიუსონმა განაცხადა ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ, მის ფილტვებში სითხე და სისხლი აღმოაჩინეს. ჰაბიბს UFC-მ სასწრაფო წესით ფერგიუსონის შემცვლელად დებიუტანტი დარელ ჰორჩერი შეურჩია.
ის მიწევდა არ მესმის რისთვის საბოლოოდ თავად გამოეთიშა ბრძოლას, ამიტომ ახლა უნდა მოკეტოს, ისედაც ბევრს ლაპარაკობდა. მე ვთავაზობდი მას მაისში ან ივნისში შეხვედრას და ამისათვის 4 თვე ვივარჯიშე. არ შემიძლია კიდევ 2 ან მეტი თვე ლოდინი. ბევრი იმედგაცრუება გადავიტანე, ამიტომ უნდა დავბრუნდე და ნებისმიერს შევხვდე. ტონის არ აქვს უფლება ჩემზე ისაუბროს, რადგან როდესაც ტრავმა მივიღე, ხმას არ ვიღებდი. როცა ვიწექი, მას სხვა მეტოქე მისცეს და მე არ მithოვია მისთვის, ჰეი, დამელოდე მეთქი, რადგან ეს სისულელია, ძალიან დიდი სისულელე. როცა ბრძოლას ეთიშები, პირი უნდა მოყუმო. Habib, the Eagle, Nurmagomedov! მოკლედ რომ ვთქვათ, დარელ ჰორჩერის დებიუტი UFC-ში ნამდვილად საგვარეულო წყევლას გავდა. გამარჯვებებს მოწყურებულმა და გაბრაზებულ ჰაბიბ ნურმაგომედოვმა ახალ ბედას პირდაპირ სატვირთო მანქანასავით გადაუარა და ის მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დააფინიშა. In this fight, seconds, Swearing taking a very good look at him on his feet. Just very impressive. Boom. From Nurmagomedov there. Wow. Big shot show. But Horch's doing a good job of getting that meat out of this fight. Winning and moving. Horcher is not here to lose, Mike. To the body and head. But Horcher, he's got to really explode. James Waring is going to, and it wouldn't be a bad stoppage. It is right there. And it's all over. Habib Nurmagomedov. Habib, the Eagle, Nurmagomedov! And you guys see how dangerous Eagle when he's hungry. უკვე სექტემბერში დაღესტნელმა მხეცმა 2 კონტრაქტი გააფორმა UFC-ს მსუბუქი წონის მოქმედ ჩემპიონთან ედი ალვარესთან სატიტულო ბრძოლაზე. ეს შეხვედრა UFC 205-ზე უნდა გამართულიყო, თუმცა 26 ოქტომბერს პრომოუშენმა გამოაცხადა, რომ ამერიკელი თავის ტიტულს კონორ მაკგრეგორთან დაპირისპირებაში დაიცავდა. ჰაბიბმა სოციალურ ქსელებში უკმაყოფილება გამოხატა და ალვარეს ნაგავი ჩემპიონი უწოდა იმის გამო, რომ მან ბრძოლაზე უარი თქვა და მის ნაცვლად მეტოქე კონორ მაკგრეგორი აირჩია. თავად ორგანიზაცია კი ფრიქ შოუს მოწყობაში დაადანაშაულა. საბოლოო ჯამში 12 ნოემბერს ზემოთხსენებულ ტურნირზე მან ოქტაგონი მაიკლ ჯონსონთან გაიზიარა. რაც უფრო ახლოვდებოდა დაგეგმილი ტურნირი, მით უფრო იძაბებოდა ატმოსფერო ბრძოლის ირგვლივ. ნურმაგომედოვის მრისხანება აშკარად შესამჩნევი იყო და მისი გაგება ნამდვილად შეიძლებოდა. მას სატიტულო ბრძოლაზე 2 კონტრაქტი გამოუგზავნეს, თუმცა ცოტა ხანში ეს შანსი წაართვეს და საჩემპიონო ბრძოლა მედია შოუმენს მაკგრეგორს მისცეს. უშუალოდ აწონების ოფიციალური ცერემონიის წინ უსამართლობითა და მუდმივი ტრავმებით უკვე დაღლილი დაღესტნელი კულისებში ირლანდიელს გადაეყარა. მათ რამოდენიმე სიტყვა გაცვალეს და ხაბიბმა თვალებში ყურებით უთხრა, რომ მომავალში სახეს მასაც აახევს. UFC-ში მითხრეს, რომ ამ ბრძოლის შემდეგ სატიტულო გამრისთვის მე ვიჩხუბებ. შენ გჯერა ამის? მე ვფიქრობ, რომ ეს ბრძოლა დავიმსახურე, მაგრამ რაც შეეხება მიმდინარე მოვლენებს, ყველაფერი მთავარ ბრძოლაზე არის დამოკიდებული. რადგან თუ კონორ მაკგრეგორი გაიმარჯვებს, რა თქმა უნდა, ის ჩემთან ბრძოლაზე უარს იტყვის. თუმცა თუ ალვარესი მოიგებს, ვიმედოვნებ, რომ ის ჩემთან ჩხუბზე დათანხმდება. საბოლოო ჯამში ეს ტურნირი მაინც შედგა. UFC 205-ზე ჰაბიბ ნურმაგომედოვმა თავის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო გამოსვლა შემოგთავაზა. მან მაიკლ ჯონსონის სასტიკაცემა და თავის სავიზიტო ბარათით ბრძოლის მიმდინარეობისას მეტოქესთან საუბარიც წარმოადგინა, რა დროსაც დანა უაიტთან რამოდენიმე სიტყვაც გაცვალა. შერკინება უკვე მესამე რაუნდის შუაში საბმიშენით დასრულდა. ჰაბიბ ნურმაგომედოვმა მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ სრულიად სხვა განზომილებაში იმყოფება. ჰაბიბი უბრალოდ კი არ იგებდა ბრძოლებს, ის დომინირებდა, ანადგურებდა ფიზიკურად, ფიტავდა თავის მეტოქეებს და შემდეგ აფინიშებდა მათ. ხო, მე მას ცოტა ველაპარაკე, ეს ცუდია? არა, რა უთხარი? უთხარი რომ იცი, კამარზე უნდა ვიჩხუბო, არ მინდა დაგასახიჩრო, ისედაც ვიგებთქო. უნდა დამნებდეთქო, მაგრამ ის აგრძელებდა ჩხუბს. ის უხეშად პასუხობდა? არა, არაფერს იძახდა, უბრალოდ აგრძელებდა წინააღმდეგობას. მინდა მის მიმართ პატივისცემა გამოვხატო, რადგან მან თვითონ გამომიწვია. მე ჯონსონს ბევრი მძიმე დარტყმა მივაყენე, ბევრი ამის მერე დამნებდებოდა, მაგრამ ის აგრძელებდა ჩხუბს. ყოველი რაუნდის შესვენებისას დანა უაიტს ველაპარაკებოდი. მე უთხარი, ჰეი, აღარასდროს გამომიგზავნო ფეიკი კონტრაქტი. ნამდვილი კონტრაქტი მჭირდება თქო. ხო და ის მპასუხობდა, ჯერ ეს ბრძოლა გაქვსო დასასრულებელიო. მეთქი მე მას დავაფინიშებ და ამის მერე გამომიგზავნე ნამდვილი კონტრაქტი. კაიო, ხო და ბრძოლის მერე მივედი და უთხარი. აბა ეხლა რას აპირებ თქო? Johnson almost
should be it. Michael should tap or he's going to break his arm. He's going to break his arm. And it's all over. კულისებში შენ და კონორმა იკამათეთ, რა მოხდა? ვიდეო ნახე, სადაც ის ტაირონ ვუდლის უყურებდა გამომწვევად. იგივენაირად მან მეც შემომხედა. ალბათ ეგონა ვუდლივით ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ მე სულ სხვა ადამიანი ვარ. ქუჩაში გავიზარდე. იქიდან, საიდანაც მე ვარ, ყველაფერი სხვაგვარად ხდება. იქ არ არსებობს კამერები. მთელი ჩემი ცხოვრება ქუჩაში ვჩხუბობდი. ამას მაშინ შევეშვი, როდესაც გადავედი პროფესიონალებში, რადგან არ მინდოდა ვინმე დამესახიჭრებინა. მოკლედ არაფერი მომხდარა, ყველაფერი რიგზეა. მაიკლ ჯონსონის დამარცხების შემდეგ, რაც ხაბიბისთვის UFC-ში ზედიზედ მერვე, ხოლო პროფესიონალურ კარიერაში 24 გამარჯვება იყო, დაღესტნელი არწივი ტონი ფერგიუსონს უნდა შეხვედროდა. ეს ამ ბრძოლის ჩანიშვნის უკვე მესამე მცდელობა იყო. დაპირისპირება 2017 წლის 4 მარტს ტურნირ UFC 209-ზე დაიგეგმა და ამჯერად სასწორზე მსუბუქი წონის დროებითი ჩემპიონის ტიტული იდო. რა თქმა უნდა, ამ ძალიან ძლიერ მეტოქესთან მოახლოებული ბრძოლის წინ ვღელავ. მთელი მსოფლიო გვიყურებს, რადგან ეს მართლაც უმაღლესი დონის დაპირისპირება მსუბუქ წონაში, ერთ-ერთი უდიდესი, თუ არა ყველაზე უდიდესი მატჩაპი ისტორიაში. ამიტომ ყველაფერს დიდი მოლოდინით ხვდები, მაგრამ ამავდროულად უბრალოდ სიამოვნებას ვიღებ პროცესით. ახლა აქ ვარ, აწონვამდე 2, ხოლო ბრძოლამდე 3 დღით ადრე. წონა წესრიგში ამ ფორმატს იდეალური მაქვს, ეს სწორედ ის არის, რისკენაც მთელი ცხოვრება მივისწრაფოდი. ჩემი ოცნება ახდა და რა თქმა უნდა ამით ვტკბები. 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ეს სრულფასოვანი სატიტულო ბრძოლაა. მე არ ვნერვიულობ. თქვენ თავადაც იცით, რომ ძიადანამ კონორს უბრალოდ საჩუქარი გაუკეთა, რის გამოც მან ყველა პრეტენდენტს გადაახტა და ეს კამარი წაიღო. ის, რომ მან ალვარესი რამოდენიმეჯერ გამოიჭირა და ძირს დააგდო, ჩემთვის ნებისმიერ შემთხვევაში ყალბი დაპირისპირებაა. ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ. ჩვენ გველის ნამდვილი 2017 წლის ყველაზე დიდი ბრძოლა, მე და ტონი. ყველაფერი თითქმის მზად იყო. დრო დაუნდობლად მიიწევნა დაგეგმილ ტურნირისკენ, მებრძოლებმა კი წონის კლების პროცესიც დაიწყეს. ამ კადრებში მკაფიოდ ჩანს გამომშრალი ხაბიბ ნურმაგომედოვი, რომელიც მოუთმენლად ელოდა ოქტაგონზე გასვლას, რათა ნანატრი ჩემპიონობა მოეპოვებინა და ბოლოს ტონი ფერგიუსონთან ეჩხუბა. თუმცა უშუალოდ ბრძოლამდე სულ რაღაცა ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ დაღესტნელი გაუწყლოების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო. ორგანიზმთან დაკავშირებულ პრობლემებს დაემატა ისიც, რომ ცოტა ხანში ხაბიბ კიდევ ერთი მძიმე ტრავმა ხერხემლის ბზარი აღმოუჩინეს. აი რა თქვა ამის შესახებ მამამისმა. ეს ფერგიუსონთან ბრძოლამდე ერთი კვირით ადრე გავიგეთ. გაუწყლოებამდეც კი რაღაცა დისკომფორტს გრძნობდა. უცებ გვეუბნება, რომ მარჯვენა ხელით ფეხს ვერ წვდება. მარცხენა ხელით ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ როგორც კი მარჯვენათი იწევდა, მწვავედ კივილი ეწყებოდა. ეს მხოლოდ პირველი ნიშნები იყო. შემდეგ ყველაფერი გაუარესდა. როგორც გაირკვა, ეს ხერხემლის მალის ბზარი იყო. როცა მარჯვენა ხელით იწევდა, ეს ბზარი იხსნებოდა. მძიმე ტრავმების მორიგმა ტალღამ და მოულოდნელმა სირთულეებმა ნურმაგომედოვი იქამდეც კი მიიყვანეს, რომ გარკვეული პერიოდი კარიერის დასრულებაზე სერიოზულად ფიქრობდა, თუმცა მამამ შეძლო მისი გადარწმუნება. გარკვეული პერიოდი ყოველ შემთხვევაში 2017 წლის შუა რიცხვებამდე დაღესტნელ მხედზე თითქმის არაფერი ისმოდა, არც სიახლეები და არც ჭორები. თუმცა არწივმა შეძლო ყველა იმ დაპყრობების გადალახვა, რაც ნანატრი ოქროსკენ მიმავალ გზაზე ეღობებოდა და UFC-მ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 20 დეკემბერს UFC 219-ზე ნურმაგომედოვი წარმოშობით ბრაზილიელ ედსონ ბარბოზას დაუპირისპირდებოდა. რა თქმა უნდა, ეს სატიტულო ბრძოლა არ იყო, რადგან ოქტომბერში ტონი ფერგიუსონმა ოქტაგონი კევინ ლისთან გაიყო და დროებითი ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. თუმცა დაუმარცხებელი ხაბიბის შთამბეჭდავი მოგებების სერიიდან გამომდინარე, ისედაც ნათელი იყო, რომ საჩემპიონო ბრძოლა უკვე ძალიან ახლოს არის. ახლა ჩემს წინაშე ნამდვილი საპრეტენდენტო ბრძოლა. ჩვენ ორივენი ტოპ 5-ს წარმოვადგენთ. მას შემდეგ რაც მას დავამარცხებ, ტიტულისთვის ვიბრძოლებ. მინდა ეს წელი დავასრულო და მომდევნო დავიწყო როგორც ნომერ პირველმა პრეტენდენტმა. ვესაუბრე UFC-ს და დანა ვაიტს. თუ კამრისთვის ჩხუბი მინდა, აუცილებელია წონის ჩაბარება და ამ ბიჭის დამარცხება. და მე მათ ვეთანხმები. საბოლოოდ ეს ტურნირიც გაიმართა. ხაბიბ ნურმაგომედოვმა ედსონ ბარბოზასგან ქვაზე არ დატოვა. მან უბრალოდ კი არ გაანადგურა მეტოქე, არამედ უმწეო ბრაზილიას დაუნდობელი ტანკივით გადაუარა და რაც ყველაზე მთავარია, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია მას სათანადოდ არ აფასებდა, ის ჩხუბის დროს მაინც პოულობდა დროს, რომ დანა ვაიტისთვის ყურადღება მიექცია და მასთან ესაუბრა.
stay in the pocket and look at where. Oh, I'm seeing the uppercuts, he just can't do it. Oh, and you can hear him exploding just over a minute to go in round 2. Looking pretty much lay our lives out, but he's not nearly 2 full rounds. And you know, I'll get into a whole nother level here tonight against Barboza. It's like he gave it a shot. You don't want to see any of your fighters on punches. Nothing but respect for Barboza. Hard display by Edson Barboza. Did nothing to dispel the notion. Habiba the Eagle Nurmagomedov. უკვე 3 თვეა აქ ვარ, ჩემი ცოლი კი ამ დროს ორსულად იყო, მაგრამ ამის გამო არ მიტირია და არ მithქვანს, ვაიმე, ცოლი ორსულად მყავს თქო. აქ როგორც კაცი, ისე მოვედი, რადგან ვცდილობ ამ თამაში დავრჩე. ასე რომ ყველა მსუბუქ წონასანს პირდაპირ შენს თვალწინ გავანადგურებ. პირველ რიგში მინდა ვთქვა და მადლობა გადაუხადო ღმერთს. ის ნომერ პირველია ჩემს ცხოვრებაში, დანარჩენი კი უმნიშვნელოა. მეორეც, დღეს მე ვაჟი შემეძინა. მე წაგების გარეშე მოვდივარ 25 გამარჯვება მარცხის გარეშე. ეხლა მე დაღლილიც კი არ ვარ, მეტიც ახლავე შემიძლია ვიჭყბო, თუ UFC დასასვენებლად 1 საათს მაინც მომცემს. ასე რომ ზუსტად 1 საათში შემიძლია ვეჭყბო როგორც კონორ მაგრეგორს, ასევე ტონი ფერგუსონს უპრობლემოდ. ბრძოლის წინ ხავიერ მენდესს ვესაუბრე და მან მითხრა, შენ კონცენტრირება გჭირდებაო, ზედმეტად მონდომებული ხარ და იღიმე, ყურადღება უნდა მოიკრიფო. რაზეც უპასუხე, სრულიად კარგად ვარ მწვრთნელო, ნუ ნერვიულობ, უბრალოდ მინდა ამ დროით ვისიამოვნო, რადგან ბოლოს 1 წელზე მეტ ხნის წინ ვიჭყბე და მინდა ამ ბრძოლით ცოტათი სიამოვნება მივიღო. დაღესტნელი არწივის ბრაზილიელზე გამარჯვებასთან ერთად მსუბუქი წონის კატეგორიაში სიტუაცია თითქოს დაალაგდა და სამომავლო სურათით საკმაოდ ნათელი გახდა. მას შემდეგ რაც კონორ მაგრეგორი დროებით კრივში გადავიდა, დივიზიონის მომავლის შესახებ არანაირი სიახლე არ ისმოდა. როგორც უკვე აღვნიშნე, ტონი ფერგუსონმა დროებითი ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. UFC ირლანდიელის დაბრუნებას აღარ დაელოდა და მეოთხე მცდელობით ჰაბიბ ნურმაგომედოვსა და მექსიკელ ელ კუკუის შორის ორთა ბრძოლა ჩაანიშნა. 2018 წლის 7 აპრილს UFC 223-ის მთავარ მოვლენაში მათ მსუბუქი წონის ახალი უდაო ჩემპიონი უნდა გამოევლინათ. იცი, ვფიქრობ წინ რაღაც ეპიკური გველოდება და ამის იმედი ნამდვილად მაქვს. როცა ბრძოლიდან ჩავეხსენი, ყველა ამაზე საუბრობდა, მაგრამ რატომ მომიწია დარელ ჰორჩერთან ჩხუბი? იმიტომ რომ წინა ჯერზე ტონი ჩაეხსნა. ისიც გამოეთიშა ბრძოლას, ასე რომ ეს ორივე მხრიდან მოხდა. თუმცა ახლა ჩვენ ნამდვილი ქამრისთვის ვიბრძოლებთ. 10 გამარჯვებიანი მოგებების სერია 25 მოგების წინააღმდეგ. აბა დავიწყოთ. ტურნირის მოახლოებასთან ერთად ყველას უნდა დაეჯერებინა, რომ ეპოქის 2 საუკეთესო მსუბუქწონოსნის დაპირისპირება ამჯერად მაინც შედგებოდა, მაგრამ ეს ბრძოლა მართლაც დაწყევლილი აღმოჩნდა და ოქტაგონამდე ამჯერადაც ვერ მიაღწია. 1 აპრილს სრულიად დაუჯერებელი ამბავი გავრცელდა. ტონი ფერგუსონმა ინტერვიუს დროს კაბელს ფეხი წამოარტყა და ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა. თუმცა მოვლენების ასეთი გიჟური განვითარება ამით არ დასრულებულა. ზუსტად ამ დროს მჩნდება მაგრეგორის ყოფილი მეგობრის არტემ ლობოვის სკანდალური ინტერვიუ. კონორი მენდესის წინააღმდეგ ერთი ფეხით გავიდა. მას განმეორებითი დაზიანებული ჰქონდა ჯვარედინი მყესი. ექიმმა მაგრეგორს ბრძოლა კი არა, სიარული აუკრძალა. მე იქ ვიყავი, ყველაფერი მესმოდა, მაგრამ ნოტარიუსმა დაიკიდა, გავიდა და გაიმარჯვა. ჰაბიბი კი რამდენჯერ ჩაეხსნა ბრძოლას? 5 ჯერ, 6 ჯერ. ის წონასაც კი ვერ აბარებს და ყოველი პროჭის ტკივილზე ეხსნება ბრძოლებს. მას არც ის ანაღლებს, რომ საკუთშემატკივროდ რუსეთიდან ხალხი ბოლო კაპიკებით ჩამოვიდა. თქვენ იცით მარტო ვიზის აღებას რამდენი დრო ჭირდება, რაღის ბილეთები. ხალხი დაიხარჯა, ჩამოფრინდა და ეს ბრძოლებს ეხსნება. თანგანა ერთხელ, ან ორჯერ, სამჯერ, ან 4ჯერ. ასე რომ ვინ გამოდის ქათამი? ვის ეშინია? კონორი გამოდის ბრძოლებზე ტრავმების მიუხედავად, ის ნამდვილი მებრძოლია, ნამდვილი ჩემპიონია. კი, ყველას მოსდის პრობლემები ტრავმებთან და წონასთან დაკავშირებით, მაგრამ ერთი არის ჩემპიონი, რომელიც ყველაფრის მიუხედავად გამოდის ბრძოლებზე, მეორე კი არის ქვეშაპშცია, რომელიც ეხსნება შეხვედრებს. სამწუხაროდ ეს სიმართლეა. ფერგუსონმა დაიზიანა ფეხით და ეხსნება ბრძოლას.
გარშემო ყველა შოკში იყო. ტონის და ჰაბიბის შეხვედრა მეოთხეჯერ ჩაიშალა და სანამ ორგანიზაცია ეძებდა სპორტსმენს, რომელიც ერთი კვირით ადრე დათანხმდებოდა ბრძოლას, ნურმაგომედოვის სასტუმროში შეხვდა შემთხვევით არტიომ ლობოვს. სწორედ იმ ადამიანს, რომლის ვიდეო მიმართვაც მოვისმინეთ რამოდენიმე წუთის წინ. დაღესტნელი და თავისი გუნდის წევრები დაესივნენ ლობოვს. მან სუბუქად რომ თქვათ, მიაკაჩავა ის და სილად შემოაწნა და მებრძოლები დაიშალნენ. სანამ ეს ვიდეო გავრცელდებოდა ინტერნეტში, ჰაბიბთან ბრძოლის სურვილი მაქს ჰოლუეიმ გამოთქვა, რომელიც მაგ დროს იყო 66 კილოგრამის ჩემპიონი და ამ შერკინებისთვის ამოვიდა 70-ში. ყველაფერი გადაწყვეტილია 8 აპრილს ტიტულზე მაქსი და ჰაბიბი იბრძოლებენ. ეს იქნება გრანდიოზული შოუ. სწორედ ამ პრეს-კონფერენციის დროს, სანამ მაქსი და ჰაბიბის თერდაოზე იდგნენ, კონორი ჩამოვიდა ამ ღონისძიებაზე თავის გუნდთან ერთად, იმისათვის რომ შური ეძია დაღესტნელისთვის ლობოვის გამო. ის შენობაში სწორედ მაშინ შევარდა, როდესაც ნურმაგომედოვის გუნდი ავტობუსში ჯდებოდა და დაიწყო ნამდვილი ქაოსი. That's why. Oh yeah. Smash the windows. Dude, what მე შოკში ვარ. კონორი თავის გუნდთან ერთად ჰაბიბის ავტობუსს თავს დაესხა და რამდენადაც ვიცი, ყველა დაკავებულია. ისინი ავტობუსს ნაგვის ურნებს და რკინის ჯებირებს ესროდნენ. რამდენადაც ვიცი, მაიკ კესი არის დაზიანებული, ასევე როუზ ნამაიუნეზი და რამოდენიმე ადამიანი. ეს საქციელი არის ყველაზე საზიზღარი არც კი UFC-ის ისტორიაში მომხდარა. უბრალოდ გამომიგზავნე მესიჯის სათხარ და მე მოვა. უბრალოდ ერთი მესიჯი. ბუნებრივია, იცოდნენ რომ აქ კამერებია და ბევრი ხალხია. ნამდვილი გარჩევა თუ გინდა, ან აქ მოდი, ან შენი ლოკაცია ჩამიგდე. მნიშვნელობა არ აქვს სად. ირლანდია, ნიუ-იორკი, ბრუკლინი, მოსკოვი. უბრალოდ მითხარი სათხარ. მე შენ სილა გაგარტყი და შენ ქალი ვითიდექი. ეხლა დიდგულზე ხარ? შენ აქედან შემოგარტყავ. კონორს აქედან. ლოკაცია ჩამიგდეთ. ამ ინციდენტის შემდეგ კიდევ ერთი გაუთვალისწინებელი ამბავი მოხდა. მაქს ჰოლუეის ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა წონის კლების დროს და სამედიცინო კომისიამ ის ჩახსნა ბრძოლიდან. UFC ისევ ტუპიკში აღმოჩნდა და პირველ რიგში ორგანიზაციამ შერკინება შესთავაზა ენტონი პეტის, მაგრამ მან იმხელად თანხა მოითხოვა, რომ პრომოუშენმა ეს ვარიანტი გამორიცხა. და აი, როდესაც უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ ივენთი ჩაიშალა, რადარებზე გამოჩნდა დივიზიონის მე-11 ნომერი ელ იკვინტა. satitulო შერკინება მაინც შედგა. ჰაბიბმა გაიმარჯვა ამ ბრძოლაში საჯების გადაწყვეტილებით და გახდა დივიზიონის ჩემპიონი და აი ეხლა იწყება ყველაზე საინტერესო. Khabib, the Eagle, Nurmagomedov. იცით, დღემდე არ მჯერა რომ კონორის შემხვდება. ამ ბიჭის დალეწვა დიდი ხანია მინდა. მე მაგრეგორის უბრალოდ სემაკი არ მინდა მისი სახე ისე დავასახიჩრო, რომ მას ვერავინ ცნობდეს. თუ შემხვდება, მე მას გავხდი თავდაბალს და შეუცვლი გონებას. ამ ორ სპორტსმენს შორის ვითარება ძალიან დაიძაბა, განსაკუთრებულად ავტობუსზე თავდასხმის მერე, რის შედეგადაც კონორს სასამართლოს კი ჩაუტარეს. UFC ასეთ ამბავს, რა თქმა უნდა, მონეტიზაციათ აქცევდა და ასეც მოხდა. ორგანიზაციამ მალევე გამოაცხადა, რომ კონორ მაგრეგორი და ჰაბიბ ნურმაგომედოვი ერთმანეთს სატიტულო ბრძოლით UFC 229-ზე შეხვდებოდნენ. ორგანიზაციის ისტორიაში დღემდე ამ ხელამასშტაბების ღონისძიება არასდროს ჩატარებულა. ეს იყო ყველაზე მსხვილი ივენთი ისტორიაში. დიდი ალბათობით ყველა მიცით, რითიც დამთავრდა ყველაფერი, თუმცა სანამ შევხედავთ თვითონ ბრძოლას, მოდით იმ გიჟურ პრეს-კონფერენციას მოусმინოთ ბრძოლამდე, სადაც კონორი იყო შეუდარებელი. პირველ რიგში მე იმიტომ დავბრუნდი, რომ ყველას ვანახო ამ ტიპის ვირთხობა. ის ტრაკის მლოკავია, ჩემი მორიგი მსხვერპლი. ესეთი მშიშარა ტიპები ბევრი მინახია, როცა მის ავტობუსს თავს დავესხი, ხაფიბა ჩაიცა. აქ ლობოვის გულისთვის ვარ, მის გამო დაიწყო ეს ომი. ძალიან მომეწონა იმ შუშის ჩალეწვა, რომლის უკანაც ეს ვირთხა იმალებოდა. ჰაბიბი ჩემი ფანი იყო, ყიდულობდა ჩემ გამოსახულებით მაისურებს. გახსოვს ჩემო პატარა გულშემატკივა რომ? ჩემო პატარა კახპა. მე მას ფანატიზმამდე უყვარდი. ეხლა კი ჩემს ხარჯზე ფულის გაკეთება მოუნდა როგორც ხვევს, მაგრამ დამიჯერეთ, რომ მისი ხალხი, გუნდის წევრები, მთელი რუსეთი ყველას უნდა რომ მან წააგოს და მე ამას მათ გამო გავანადგურებ.
მე აქ მხოლოდ განადგურებისთვის მოვედი. მიდი გამანადგურე, ხო ითხოვდი ლოკაციას, აქ ვარ შენს წინაშე, გაგახსენო ის დღე, როდესაც შენ ჩაიჯვი. გახსოვს ავტობუსში ხელები გაჩვენე, გახსოვს უიარაღოთ ვიყავი, პირველი რაც ვანახე ამ ვირთხას ეს იყო უიარაღო ხელები, მაგრამ მან ჩაიჯვა, შეეშინდა ჩემი, ქალების უკან დაიმალა მშიშარა ვირთხა, ეს ნაბოზარი ლოკაციას ითხოვდა, მიდი განძრიე ტრაკი, რა მექენი, შენ ვერაფერს იზავ. ეს ნამდვილი ირლანდიული ვისკია, ნამდვილი ჩემპიონისგან, ეს ბოთლი მთელ ავტობუსს დაადრობს. აქ ისეთი შმონი იყო, რომ ჭიქები ვერ შემოვიტანე, სამაგიეროდ შემოვიტანე უფრო პატარა ბოთლი, ასევე აქ მე ჩემი კამრები შემოვიტანე. ვინმე ჭიქა გამიზრეთ, ხალხი არ ხართ, ჭიქა მინდა, სადღერძელოს თქმა მსურს ამ ადამიანების წინაშე ნამდვილი ირლანდიული ვისკი. თუ არ იქნება ჭიქა, ბოთლიდან დავლევ და როდესაც დავაცარიელებ ვისკის, არ ვიცი რას ვიზავ ამ ბოთლით. დაი ამ ტიპით. ხვდებით ალბათ, ასე რომ ჭიქა გამიზრეთ, პლასმასის მაინც იყოს. ავტობუსის მძღოლს დაბადების დღე აქვს, დაითრიე დანა ჭიქა. დაიცა მიმიშვი, დაბადების დღე უნდა მიულოცო, გილოცავ მძღოლო, რატო არ სვავ? არასდროს არ ვსვავ. დალიე შემშიშარა მუტელოს ანამ და გასახიჩრებ, ყველა კაცი სვავს, აი დანაც კი უბერავს, ნამდვილი განგსტერი, ვისკი ნამდვილი კაცებისთვის. შენთვის ეს იქნება ყველაზე მძიმე ღამე. ღმერთო მიშველე. ხაბიბ, მე ვეზერმა თქვა რომ კონორს არავის ეშინია და ჯობია იყო ფრთხილად, რა სიტყვი ამაზე? MMA-ის სამყაროსთვის მე თვითონ ვარ მეივეზერი. ჩაიჯვი რა, ჭიჭყიანი სპორტსმენი ხარ, ბოლო ბრძოლაში გაგიჭირდა. მე ყველაზე აქტიური მებრძოლი ვარ UFC-ში. უძრავი ქონების აგენტს მოუგე, მე 11 ნომერს. ჩემი რეკორდია 26 გამარჯვება მარცხის გარეშე. ვერ ხვდები ეს რაზე საუბრობს. ამას გონია 6 ოქტომბერს ვისკი უშველის, აზე არ ვარ. Rogan, არ დაიხურო ამ ვირთხის ფაფახი, ის ცხრის სუნით ყარს, საციამოვნოა დაბრუნება, ნამდვილი მეფე დაბრუნდა. At all times. Follow my instructions. We're going to keep this clean. Touch gloves now if you wish to. All right, let's do this. ამ ლეგენდარული ბრძოლის პირველი რაუნდი კონორმა დაიწყო აქტიურად, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, დაღესტნელმა პირველივე წამებზე დაიწყო ჭიდაობა. თავიდან მაკგრეგორი კარგად იცავდა თავს ჭიდაობისგან, მაგრამ ჰაბიბმა მაინც მოიმწყვრია ირლანდიელი ბადესთან. მართალია ნოტარიუსი ამ მდგომარეობიდან ახერხებდა დარტყმებს, თუმცა ნურმაგომედოვმა თავისი პარტერში კონტროლის ხარჯზე მაინც თავის სასარგებლოდ დაასრულა ეს ბრძოლის მონაკვეთი. First strikes in the fight. McGregor trying to contain that is going to give Khabib every opportunity to work up. Let's see what he does. Exactly the start that. მეორე რაუნდი ჰაბიბმა დაიწყო უძლიერესი ოვერჰენდით, რომელმაც დაარეტიანა ნოტარიუსი. მართალია ირლანდიელი მალევე ადგა და შეხვედრა გაგრძელდა დგომში, მაგრამ დაღესტნელმა პირველივე წუთის მიწურულს ის გდებით გადაიყვანა მიწაზე და რაუნდის ბოლომდე ის მაკგრეგორს უკონკურენტოდ პარტერში აჩაფუშებდა, თან ესაუბრებოდა. Massive crowd strikes here. Khabib watching closely. 2 minutes to go in the round. I think he's getting smashed. And Magomedov's help hasn't been good. Dealing with the old losers. Round 3 brought to you. ასეთი დომინაციის შემდეგ ჰაბიბმა მესამე რაუნდში ბრძოლა დგომში გადაწყვიტა. ალბათ მას ნოტარიუსისთვის უნდა დაემტკიცებინა, რომ ის ყველა სართულზე უკეთესია, მაგრამ თავის კარიერაში პირველად წააგო რაუნდი. მართალია კონორი ბევრად დაღლილი და დაღეჭილი იყო, მაგრამ ბევრად ეფექტურად გამოიყურებოდა და ეს ბრძოლის მონაკვეთი თავის სასარგებლოდ დაასრულა. McGregor continues to bang that body work.
მეოთხე რაუნდში სპორტსმენებმა შეხვედრა ჯერ დგომში დაიწყეს. თითქოს ყველაფერი თანაბრად მიდიოდა, მაგრამ ჰაბიბმა ისევ დაიწყო ჭიდაობა. გადაიყვანა ნოტარიუსი მიწაზე და მესამე წუთის მიწურულს ზურგიდან მახრჩობელა გაუფორმა, რის შედეგადაც კონორი დანებდა. როდესაც მე მას ვახრჩობდი, კონორი დანებდა. ვერ მიხვდი რატო ქნა მან ეს. კონორის გულშემატკივრად მთელი ირლანდია ჩამოვიდა და ის ამის მერე ისაუბრებს მემკვიდრეობაზე. მაგას ჯობდა დაეძინა, მაგრამ ის დანებდა სამარცხვინოდ მთელი ირლანდიის თვალწინ. ამ ყველაფრის მერე მივხვდი, რომ ეს მე არ მაყმაყოფილებს. მაგ დროს კონორის გუნდელი მიყვიროდა და სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ამ ტიპის თავიც მჭირდება და გადავხვდი ოქტაგონში. დიახ, ბრძოლის დასრულების შემდეგ არენაზე ატყდა ნამდვილი ქაოსი. ნურმაგომედოვი მაყურებლებში გადახდა ჩხუბით. მისი გუნდის წევრები კი თავს დაესხნენ კონორს ოქტაგონში. წარმოიდგინე ამ ბრძოლაზე $10,000 დავხარჯე ბილეთებზე, ჩემი ოჯახი რომ შემეყვანა. არა და მე ვითომ UFC-ს ვარსკვლავი ვარ, ორი წონითი კატეგორიის ჩემპიონი, მაგრამ მაინც ძლივს ვიშოვე ბილეთები. ასეთი მასშტაბური ღონისძიება არასდროს მინახავს. მახსოვს ეს ჩხუბი რომ დასრულდა, ჰაბიბი ქამარს ითხოვდა, მაგრამ დანამ უთხრა მას რომ თუ ის გადასცემდა ქამარს, დარბაზში ატყდებოდა ომი, რადგან იქ კონორის უამრავი გულშემატკივარი იყო. როდესაც გავყავდა ნურმაგომედოვი, მე ვეხმარებოდი ორგანიზაციას ამაში. ტრიბუნებიდან მაგრეგორის გულშემატკივრები 1000 რაღაცას გვესროდნენ. ეს საშინელი ღამე იყო. UFC 229 სკანდალურ დასასრულს მძიმე შედეგები მოყვა. ჰაბიბი ოქტაგონს 9 თვით ჩამოაშორეს და $500,000 დააჯარიმეს. დაისაჯნენ მისი გუნდის წევრებიც, რომლებიც ამ მასობრივ ჩხუბში მონაწილეობდნენ. კონორ მაგრეგორი კი შედარებით მსუბუქად 6 თვიანი პაუზითა და $50,000 ოდენობით ჯარიმით გამოძვრა. პარალელურად ორგანიზაციის შიგნით ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. ნურმაგომედოვმა ულტიმატუმი წამოაყენა და განაცხადა, რომ თუ მისი გუნდის წევრი ზუბაირატ უხუგოს UFC-დან გაუშვებდნენ, ის დატოვებდა პრომოუშენს. საბედნიეროდ სიტუაციის მშვიდად მოგვარება მოხერხდა. დისკვალიფიკაციის დასრულების შემდეგ დაუმარცხებელი დაღესტნელი არწივი, რომლის ანგარიშზეც უკვე ზედიზედ 27 გამარჯვება იყო, ოქტაგონს დაუბრუნდა. მას საჩემპიონო კამარი მეორედ უნდა დაეცვა ამჯერად დროებითი ჩემპიონის დასტინ პორიეს წინააღმდეგ. ეს დაპირისპირება 2019 წლის სექტემბერში ტურნირ UFC 242-ზე ჩაინიშნა. გახსოვთ რა ამბავი იყო წინაჯერზე T-Mobile არენაზე. არაფერი შეიცვალა. აბუ-დაბიში ზუსტად იგივეს გავაკეთებს. ჩემს ტიტულს დავიცა უბრალოდ ამჯერად ტრიბუნებზე ჩხუბის გარეშე. რაც შეეხება დასტინ პორიეს, ის მართლაც მაგარი ბიჭია. UFC-ში 25-ზე მეტი ბრძოლა აქვს და უდიდესი გამოცდილება დაუგროვდა. სიმართლე გითხრა, მეგონა ბოლო ბრძოლაში მაქსი მას მოუგებდა და ცოტა გაგვირებულიც დავრჩი. დასტინს კარგი კრივი აქვს და ფეხებშიც მაგრად მოძრაობს, მაგრამ ბოლო 6 ბრძოლა ის მხოლოდ დამრტყმელებს ეჩხუბებოდა. თანაც არასდროს შეხვედრია ისეთ მებრძოლს, ვინც ბოლომდე ჭიდაობაზე არის ორიენტირებული. დარწმუნებული ვარ, წინ საკმაოდ მძიმე და ძალიან გრძელი ღამე ელის. იმიტომ რომ მუდმივად წნეხის ქვეშ მეყოლება, ძალას გამოვაცვლი და საბოლოოდ ვაიძულებ დამნებდეს. აი ეს არის ჩემი გეგმა. სიმართლე რომ ვთქვათ, დასტინ პორიესთან ბრძოლა არწივისთვის ნამდვილად არ ყოფილა მარტივი. ბრილიანტმა რამოდენიმეჯერ მართლაც მოახერხა ნურმაგომედოვის სახიფათო სიტუაციაში ჩაგდება. ერთი მომენტი მან დაღესტნელი სახიფათო მახრჩობელაზეც დაიჭირა. თუმცა საბოლოოდ მისი რესურსი ჰაბიბის უწყვეტი ზეწოლის შესაჩერებლად საკმარისი არ აღმოჩნდა და მესამე რაუნდში ყველაფერი მახრჩობელა ილეთით დასრულდა. ნურმაგომედოვმა შეინარჩუნა ტიტული, რის მერეც მებრძოლებმა ერთმანეთს პატივი მიაგეს და ერთად საქველმოქმედო ღონისძიება ჩანიშნეს. He can get his or be in his son's corner tonight now. Nurmagomedov under the chin, there's the top! Khabib Nurmagomedov, 28-0! Incredible. Champion of the world, Khabib the Eagle Nurmagomedov!
სიმართლე გითხრათ, დღემდე ბოლომდე ვერ ხვდები რით დავიმსახურე ცხოვრებაში ამდენი რამ. პირველ რიგში მინდა მადლობა ღმერთს გადაუხადო. შემდეგ კი უდიდესი მადლობა მინდა უთხრა მამაჩემს. დიდი მადლობა შენ, მამა. ასევე მადლობა ჩემს მწვრთნელს ხავიერ მენდეს და ჩემს ძმებს, უკლებლივ ყველას. ჩვენ ხომ ერთად ვიზრდებოდით და ვითარდებოდით. ყველაფერი რაც ახლა მაქვს, მთელი ჩემი გუნდის, მამაჩემის, ხავიერის და ბიჭების დამსახურებაა. ზუბაირას, ისლამის, აბუბაქარის, უმარის, თითოეულ მათგანს მთელი გულით უხდი მადლობას. ისტორია რომ გავაგრძელოთ, რამოდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი უნდა დავაზუსტოთ. დისკვალიფიკაციის შემდეგ ჰაბიბმა UFC-სთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ტიტულის რამოდენიმეჯერ დაცვას ითვალისწინებდა. დასტინ პორიეს დამარცხების შემდეგ ჩემპიონს ტოპ 5-ულიდან ახალი პრეტენდენტი უნდა მიეღო. და როგორც ყველას გვახსოვს, დაღესტნელის მეტოქე მისი ძველი მტერი ტონი ფერგისონი უნდა გამხდარიყო. ამ დროისათვის ტონიმ სარეკორდო დროში სულ რაღაცა 6 თვეში შეძლო ტრავმების მოშოშება, მან ზუსტად იმ ტურნირზე იჩხუბა, სადაც ნურმაგომედოვი კონორ მაკგრეგორს დაუპირისპირდა. ერთწლიანი პაუზის შემდეგ კი UFC 238-ზე ელკუკუიმ დონალდ სერონეც დაამარცხა. სწორედ ამის შემდეგ ორგანიზაციამ გარისკა და ტონი ფერგუსონისა და ხაბიბის დაპირისპირება უკვე მეხუთედ ჩანიშნა. ისინი ერთმანეთს UFC 249-ის მთავარ ბრძოლაში უნდა შეხვედროდნენ. ჰეი, შენ სკოლელებთან ჭიდაობა მოგწონს, პატარა ბიჭებს ერევი? დაიცა, ასევე შენ მოგწონს უსახკაროების დაჩაგვრა და იძულებ მათ ქუჩაში აზიდვები აკეთონ ფულის სანაცვლოდ. ასე გადაობ, ხომ? შენთან ორი დარტყმა მუცეში მაქვს ვალი და 20 აზიდვა, ოღონდ ავიზიდები შენით რო იცოდე. ვფიქრობ ჩვენ უნდა შევხვდეთ, ის კაი ტიპია, მან დაიმსახურა ეს. მე მას პატივცემ და როგორც მებრძოლი ტონი ძლიერია, მაგრამ ხალხს ის არ მოწონთ, რადგან როგორც კაცი ტონი უტვინოა, მისი არავის ესმის. ძალიან განათლებული ვარ ახვარო. აი ხო ხედავთ, ის უტვინოა, მაგრამ როგორც მებრძოლი ის კაია. ეს პრესკონფერენცია 7 მარტს გავრცელდა. ტურნირამდე სულ რაღაცა თვეზე ცოტა მეტი დრო იყო დარჩენილი. მოლოდინი და ფსონები პიკს აღწევდა. ორი საუკეთესო მსუბუქწონასანი, რომლებსაც უკვე 12 ბრძოლიანი მოგებათა სერია უმაგრებდა ზურგს, უკვე მეხუთედ ცდილობდნენ ერთმანეთთან შეხვედრას და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის გათამაშებას. ეს სპორტის ისტორიაში მართლაც უპრეცედენტო ამბავი იყო. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს მცდელობაც ჩაიშალა. საქმეში მოულოდნელად პანდემია ჩაერია. საბოლოოდ ტურნირი მაინც ჩატარდა, ოღონდ შეცვლილი ფორმატით. ნურმაგომედოვმა ქვეყნის დატოვება ვერ მოახერხა, შესაბამისად ტონი ფერგუსონთან კამარს ვეღარ დაიცავდა. ივენთის თარიღმაც 9 მაისისთვის გადაიწია. მთავარ ბრძოლაში კი ელკუკუის ოქტაგონში ჯასტინ გეიჯი დაუპირისპირდა, რომელიც შხუბს ბოლო მომენტში დათანხმდა. ამ დაპირისპირებას მსუბუქი წონის ახალი დროებით ჩემპიონი უნდა გამოევლინა. ალბათ ყველას კარგად გახსოვთ, ჯასტინმა მაშინ ფერგუსონი ვადაზე ადრე უსასტიკესად გაანადგურა. ამით მან ხაბიბსა და ტონის ბრძოლის ყველა გეგმა წყალში ჩაყარა და დივიზიონის მომავალიც შეიცვალა. ორგანიზაციას მოცდა მოუწია, სანამ კოვიდ შეზღუდვები ცოტა მაინც შემსუბუქდებოდა, თანაც რამადანის გამო დაღესტნელი მებრძოლი ოქტაგონზე მაინც ვერ გამოვიდოდა. თუმცა 2020 წელს სატიტულო ბრძოლის ჩაშლა ხაბიბისთვის მართლა ტრაგედია ნამდვილად არ ყოფილა. იმავე გაზაფხულს ცნობილი გახდა, რომ მისი მამა აბდულმანაბ ნურმაგომედოვი კორონავირუსის გამო მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა, ის რეანიმაციაშია. თავად კორონავირუსი უკვე უკან მოვიტოვეთ, მაგრამ ვირუსმა სერიოზული გართულებები დატოვა. გაჩნდა პრობლემები თირკმელებსა და გულზე. ის ახლაც რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ამ ვიდეოდან 2 კვირის შემდეგ აბდულმანაბ ნურმაგომედოვი გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი კორონავირუსით გამოწვეული ინსულტი აღმოჩნდა. ძალიან მძიმე ამბავია, კარგად გვესმის როგორ უყვარდა ხაბიბს მამა და რას განიცდის ახლა. ჩვენ მას აღარ შევაწუხებთ და ზუსტად იმდენ დროს მივცემთ, რამდენიც ამ ყველაფრის გადასატანად დასჭირდება. თელმა MMA სამყარომ იმ ხალხმაც კი ვისაც ნურმაგომედოვი გულზე დიდად არ ეხატებოდა, მის ოჯახს მიუსამძიმრა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. დაღესტნელი ჩემპიონის ცხოვრებაში ეს მართლაც გარდამტეხი მომენტი იყო. ცოტა ხანში UFC-მ სიახლე გაავრცელა და ხაბიბსა და ჯასტინ გეიჯის სატიტულო ბრძოლა დაანონსა. ისინი ერთმანეთს 2020 წლის 24 ოქტომბერს UFC 254-ის მთავარ მოვლენაში უნდა შეხვედროდნენ. თქვენ ხომ იცით, რომ ხაბიბი მარტივ გზებს არასდროს ეძებდა. ის თავის წონაში უბრალოდ ერთ-ერთი საუკეთესო კი არ არის. ფიქრობ თუ ის ჯასტინ გეიჯის დაამარცხებს, შეუძლია გახდეს საუკეთესო პაუნდ-ფო-პაუნდის მებრძოლი და ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი.
ყველაფერი ზუსტად ასე მოხდა, როგორც იძახდა დანა ვაითი, ჯასტინ გეიჯი, ხაბიბ ნურმაგამედოვის წინააღმდეგ, დროებითი ქამარი, ნამდვილი ქამარის წინააღმდეგ. ბრძოლა ძალიან საინტერესო გამოდგა. მართალია პირველ რაუნდში ხაბიბი უკეთესი იყო, მაგრამ ჯასტინმა სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა მაინც შეძლო. თუმცა მეორე რაუნდში მან დაღესტნელი საშინელ წნეხს და პრესინგს ვეღარ გაუძლო. ხაბიბმა ის თავის საფირმო მახრჩობელაზე სამკუთხედზე დაიჭირა და დააფინიშა. ამით მან თავის სარეკორდო სერია გააგრძელა და ზედიზედ 29 გამარჯვება მოიპოვა. ჩხუბის დასრულებისთანავე ხაბიბმა ემოციები ვეღარ შეიკავა და განაცხადა, რომ სპორტიდან მიდის. ღმერთმა ყველაფერი მომცა, მადლობა ჩემს ძმებს, ისინი ყოველთვის ჩემს გვერდით არიან და 10 წელზე მეტია მამა ჩემის გვერდითაც იდგნენ. მწვრთნელო ხავიერ, ძალიან მიყვარხარ, მადლობა მთლიან გუნდს. მინდა გითხრათ, რომ ეს ჩემი ბოლო ბრძოლა იყო, ეს პირველი შემთხვევა, როცა მამა ჩემის გარეშე ვიჩხუბე. როცა UFC-მ დამირეკა, დედასთან 3 დღე ვსაუბრობდი. მას არ უნდოდა მამის გარეშე გავსულიყავი საჩხუბრად, ამიტომაც შევპირდი, რომ ეს ჩემი ბოლო ბრძოლა იქნებოდა და თუ მე სიტყვა მივეცი, ის აუცილებლად უნდა შევასრულო, ასე რომ ეს ჩემი ბოლო ბრძოლა იყო. ეხლა თქვენ ხაბიბ ნურმაგამედოვზე ყველაფერი იცით. იმედია ეს ვიდეო მოგეწონათ და თუ ეს ასეა, ველოდებით თქვენს ლაიქს და კომენტარს. მე კიდევ ამით გემშვიდობებით.